ირაკლი ფავრენიშვილს კითხავ აქვს თუ არა ამის შესახებ მოლოდინი მით უმეტეს რომ აი მასშტაბებს ვაკვირდებით სულ უფრო იზრდება მსგავსი დაკავებები ირაკლი რისთვის კეთდება ეს მოგესალმებით, რა თქმა უნდა ეს დაკავებები ხდება იმის გამო, რომ ადამიანების რეპრესირება გრძელდება, ოღონდ მარტო პოლიტიკური ორგანიზაციების და არასათანადო სექტორის წარმომადგენლების არა. იმ ხალხს, ვისაც გონია რომ თავს აირიდებს და ივანიშვილზე ისევ დადებითი წარმოდგენა აქვს და გონია რომ რაღაც არჩევნები არსებობს ამ ქვეყანაში, რაიმე ტიპის დემოკრატიული მექანიზმები, ინსტრუმენტები, ესეთი პოლიტიკური პარტიული პროცესის არის შემორჩენილი. ძალიან ცდება. პარტიული პროცესი აღარ არის ეს ყველაფერი, უბრალოდ გადმოსულები არიან პირდაპირ ადამიანების განეიტრალებაზე, ზოგს ემიგრაციაში ხიზნავენ, ზოგს ასე ვთქვათ აკავებენ ადგილზე, ან არ ვიცი ხა ხო ზოგს მორალურ განადგურებას ცდილობენ გააჩნია რომ მოგზას ირჩევენ. რაც შეეხება ხა ვიკას ნახოს არ შემიძლია რომ არ გამოეხმარო. აზროვნების პრობლემა ქონია 100,000 საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დადგა რუსთაველის ქუჩაზე და რომელიც დიახაც მიესალმება იმას რომ მშვიდობიანად მოხდეს სახალხო პროტესტის გზით ამ რეჟიმის დემონტაჟი. და თურმე მარტო გახარიას პარტიაში აზროვნები. ანუ რა წარმოგიდგენიათ რომ ეხლა სამუშაო ვიზით ზუმით დამარცხდება ავტორიტარული რეჟიმი და თურმე ის ხალხი რომელიც აქციას აანონსებდა და მშვიდობიან ასე ვთქვათ პროტესტებს აურობდა ის ხალხი არის აზროვნების ამ მქონე? არ ვიცი ხა თვითონ საზოგადოებას მოუწოდებთ აფიქრდნენ ისინი მათ არ აქვთ აზროვნების უნარი რომელთაც მოეწონათ თუნდაც ის რომ მშვიდობიანი აქცია ყოფილიყო 4 ოქტომბერს და არ წასულიყვნენ სპეცოპერაციის პუნქტებში და ნახეთ ხო არ წავიდნენ მათივე მომხრეები არ წავიდნენ როგორც ნახეთ ხო და ვის არ უნდა იგულისხმებოდეს კაცო ჩემი პარტიის მომხრეებიც რომ იგულისხმებოდეს ხო ანუ ჩემი პარტიაც იმიტომ რომ ის ხალხი მისული იყო და აზროვნების პრობლემა აქვს ამ თქვენ რო ვერ გაიგებენ თქვენს სტატუსებს და თქვენი ლიდერის რაღაც დერს ჩართვებს თუ ვერ გაიგებენ რაღაც გერმანიიდან სამუშაო ვიზით რო ამარცხებს რუსებს საქართველოში არ ვიცი ეგ თუ გონიათ მაღალი აზროვნება გეგონოთ ქართულ ხალხს ეგ არ გონიათ იმიტომ რომ ვის სამუშაო ვიზით პოლიტიკური ლიდერი ავტორიტარულ რეჟიმს და იმ რა ქვია თვეში ორჯერ დერსკი და ვითომ მაჩო ჩართვებით ვერ დაამარცხებს ამ ხალხმა დაანონსა აქცია და მშვიდობიანი აქციაც იყო საზღვარგარეთ და იქ უკრაინაში იყო ძალიან დიდი ბოდიში და კორუფციას და რუსეთს ებრძოდა იქაც ახლა გერმანიაში რაღაც დიდრულ სასტუმროში არა ძალიან დიდი ბოდიში გერმანიაში დიდრულ სასტუმროში არ უცხოვრია და იქ არ ქონია შეხვედრები ხოლმე 1000-ში ერთხელ ვიღაც პარლამენტარებთან ანუ პოლიტიკურ წრეებთან ხო სუსმა მოგაწოდათ მე ვარ სუსთან დაკავშირებული თუ თქვენ ხართ დაკავშირებული კაცო გიორგი გახარიან მესროლა ტყუიები 20 ივნის და მე ვარ სუსთან დაკავშირებული იღე პასუხისმგებლობას რომ მე სუსთან ვარ დაკავშირებული ხო რაღაც ინფორმაცია ქონოდა საცხოვრებელთან დაკავშირებით და შეიძლება ხო არა ნუ გავწევდა საჯაროდ ინფორმაციას და სუსის მე საერთოდ მათთვის ინფორმაცია ჩვენ ვაკავებთ მაგის გამო შევედით რომელი თქვენი პარტიის წევრი ირაკლი გურამ შეიძლება ბადავე პიტაპერტებში რა ძახით ირაკლი სამთვია ხო მოღალატე სუსისგან ქონდა ვინცებ განმარტების საშუალება თქვენი პარტია მაქსიმალურით არის ირაკლი ფავრენიშვილი რომ რაიმე კავშირში არის სუსტავე ამ ხელა კაცი ხარ სირცხვილი მაქსიმალურით არის უცხევლები ადამიანს ჩემთვის გასხოვებით რუსებთან თანამშრომლობა არის ძიმე ბრალდება კარგი ვერ დააბავე ანტისაოკუპაციო აქციის დარბევი თქვენი ყავით ამ თავრობის წევრები და სანამ აქ ჩაგაჩუხანეთ ყობახიზის ბანდამ მანამდე არ დატოვეთ მოდი ვიკა მოდი გონიათ რომ ვინმე ზონია რომ ზუმჩატოვი დამარცხება ეს რეჟიმი ძალიან ცუდია ნაციონალური მოძრაობის სახე და სანამ ეს ხალხი იქნება ამ ქუჩაში ამ პოლიტიკაში მანამდე ქვეყანას არ ეშველება ხალხი რომელიც სამი თვის განმავლობაში მოღალატეებს ეძახდა ყოველს ვინც არჩევნებში წასვლა განაცხადა რომ მიდიოდა არჩევნებში და კრიტიკული აზროვნების და კრიტიკული კითხვის დასმის საშუალებაც ერთმანეთის რიგებშიც კი ჩაკლეს. ეხლა ერთმანეთსკენ იშვერენ ხელებს და გეგმა არავინ არ ვიცოდითო. თქვენს ადგილზე იმ 38 ადამიანს, რომელიც ამ წუთისთვის არის დაკავებული, ბოდის მოუხდიდით. 4 დღეა იძახი ტელევიზიიდან, მე არ ვიცოდიო რა გეგმა იყო. ყოველდღიურად ადამიანებს ტელევიზიიდან მოუწოდებდით აქციაზე მოდითო. შენ რო გაიგონე სცენიდან, რომ მოუწოდებდნენ, რომ წამოდით სასახლისკენ შევიდეთო, ერთი მაინც გამოგერთმია მიკროფონი და იმ ხალხისთვის, ვინც იქ თუნდაც შენ დაძახილზე იყო, იმ ხალხისთვის გეთქვა, რომ არა, მეგობრებო, ეს არ არის მშვიდობიანი და ვერ იქნება ეს მშვიდობიანი. შეიძლება ტელევიზიაში ხა უსმენენ შენ გამოსვლებს და ერთი ადამიანის თუ არის ციხეში, რომელიც შენი გამოსვლის გამო მოვიდა იმ აქციაზე, აი შენს ადგილას მე ამ ადამიანებს ბოდის მოუხდიდი, იმიტომ რომ შენი ძახი რომ გეგმის შესახებ მე არ ვიცოდიო. თუ ეგრე არ გენდობოდნენ, კაცო, გეგმა თუ არ იცოდი, თუ კითხვა შენთვის არ დაუშლამდა, თუ არაფერი ხო, მაშინ რატო იდებ ამ ხელაზე თავს და ჩვენ გქონდაო ინფორმაციაო,
რაღაცა 200,000 ლარს თავაზობდით პოლიციელებს და 200,000 ლარს თავაზობდით იმას, რა ქვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღეს უფასო ადვოკატებს ვეღარ შეუვლობენ ამ აქტივისტებისთვის. კეთილი ინებეთ და ის 200,000 ლარი მაინც მიეცით ახლა იმ საცოდავ ხალხს 38 ადამიანს, რომელიც სოციალური პრობლემების გამო ციხეში გაუშვით თქვენი დაუდევრობის გამო. თქვენი დაუდევრობის გამო, ხო? თქვენი უპასუხისმგებლობის გამო რაღაცა მშვიდობიანი დამხობა დაგეგმეთ, რომლის შესახებაც აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არავის არ ქონდათ, 99 პოლიტიკოსი და ერთი მომღერალი გეგმავდა ამას, არ გამოვიდა ეს დამხობა და ეხლა ეს 99 პოლიტიკოსი ამ ერთ მომღერალს აბრალებს ყველას, ხო? სოლიდარობა არ გამოგიხატავს და თქვენი ორი პარტია ერთმანეთს აბრალებს ამ ჩავარდნას. მურთა ზოდელავა არის თქვენი პარტიის დამფუძნებელი. მურთა ზოდელავას მიმართ მაინც გამოხატეთ ისა, რა ქვია და სოლიდარობა. 1 საათის განმავლობაში პირველი დავასრულებ. 1 საათის განმავლობაში ლაივში გადიოდა, როგორ იდგნენ მარტო თქვენი პარტიის ლიდერები. ამას სხვათა შორის ირაკლი ნადირაძე დღეს გამოეხმაურა ციხიდან და მადლობა უთხრა ყველას. უნდა კონდეს თქვენი თქვენ ერთმანეთს არ დაუდექით გვერდში. გასაგებია, მოიხარეს იმედია, რომ ეს გვერდში უდგას. ნამდვილ გიორგი გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაუგრით, გაუგრის თქვენგან განსხვავებით. უნდა გიპასუხოთ, ანუ ვიქა ნახე მომისმენე როგორ რაღაცა შენ საერთოდ არის რომ იმანემებს ვის დაკავებულები არიან. მათ შორის მე ვიცნობ კონკრეტულ ადამიანებს. ირაკლი ფაუნიშვილის დაძახილზე კი არ დადიან. სულ გადია როცა ივანიშვილის წინააღმდეგ არის საბრძოლველი. 20 ივნისაც იქ იყვნენ და იქ ტყუები მოხდა სხვათა შორის ზოგიერთ გახარიას ნასროლი როგორც გაირკვა. არა, უნდა დამაცადო ხა. არა, უნდა დამაცადო როცა პასუხობ. არა, არა, გასაგებია ხა სუს ელაპარაკობ და სუსი და ქოცები რასაც ლაპარაკობენ იმედზე რასაც ლაპარაკობენ იმედზე მაგრამ ძალიან მარტივად არის აქცია დაანონსებული და დაგეგმილი და ყველამ კარგად სამის შესახებ. ეხლა შენ გსურს რომ თქვენი გუნდისებიან და იმას არ აქცევენ. თუ არ მაცლივ ასკოდიკა როცა საუბრობდით გისმენთ. არა, იცი რა, ანუ თუ ბრალდების მერე მე უბრალოდ ყვილების მოსმენა. ვაფშე საერთოდ მთლიანად ყვილს ლაპარაკობ, რასაც ლაპარაკობ. არა სერიოზულობა არ არის. თუ არ გაინტერესებს პასუხი მაშინ ანუ თქვენ ბრალდებას აყენებთ და ადამიანის პასუხის საშუალებას არ აძლევთ. ანუ თუ არ გეშინიათ ამ პასუხის მოგისმენთ. კრიტიკული აზროვნების უფლება. კრიტიკული აზროვნების საშუალება ხო უნდა როცა საუბრობთ ობიექტურად გისმენთ ირაკლი და მოდით და არ მაცლიდა. უძნელობა ყველაფერს თავი დაანება. მოინიშნეთ შენიშვნები და აუცილებლად დაუბრუნდეთ. არა, იმიტომ რომ არ მაცლი ლაპარაკს და თუ არ ხარ მზად ის მაშინ რა ვიცი ამ ხალხს არ ჭირდება არავის მოწოდება, ისე გადის ხოლმე საბრძოლველად. ჯერ ეს ერთი მშვიდობიან აქციაზე როცა მოუწოდებ ადამიანს გასულს კი დიახ მშვიდობიანი აქცია თუ შენ გონია რომ პატა ბურჭულაძე 8 წლის შვილიშვილთან ერთად გავიდა ძალადობისთვის გეგონოს მაშინ მაგრამ არ გასულა ყველანი ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავით და ძალადობაში მონაწილეობის მსაგებად არ გავსულათ რა აირია გეგმაში რა მოხდა სუსმა რა პროვოკაცია ჩაიდინა და ან რუსულმა ეფესმემ რა სპეცოპერაცია ჩაიდინა ეს კონკრეტულად არ ვიცით 20 ივნის რო იქ ხალხი დააკავეს სისხლის სამართლის წესით რო დააკავეს ან ადმინისტრაციულ წესით რო გააკავეს ან ეხა ნოემბერ-დეკემბრის თვეში რო არიან დაკავებულები ის ხალხი იმაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს ვინც მოუწოდებ და გამოდიო არ მოუწოდებდი იმ აქციებზე გამოდიო დიახაც კიდევ მოუწოდებ ივანიშვილის წინააღმდეგ გასაგებია რომ ივანიშვილს ეგ უნდა რომ დაჭმორდეს და აქცია ვეღარ დაკიდო და გერმანიაში გავხიზნოს ყველა და იქიდან ჩავერთოთ და ვთქვათ რომ პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებთ და სადაგზელეთ პოლიტიკურ ბრძოლას საკრებულოში ვერ შეხვედი და ალტინფომ რო გაჯობა ეგეთ არჩევნებზე აპირე პოლიტიკურ ბრძოლას ეგ არის პოლიტიკური ბრძოლა პასუხისმგებლობა და ჩვენ ვიგებ ხო და მე პასუხისმგებლობა ჩემს ამთავრებდით აი ამ ხალხს გაეცით ახლა პასუხი დაიწყეთ და რო გამოგლიჯეთ თბილისში მაშინ თბილისი გამოგლიჯეთ ძალიან დიდი გაცილებით ნაკლებიზიანი არა ნაკლებაზიანი კი არა ჩვენ ამ ბრძოლას ნაციონალ მოძრაობის ძალიან ბევრი აქტივისტი არის მათ შორის დაკავებული ყოველთვის როცა არა ივანიშვილის ბრალი არის არც ერთი დაკავებული არ არის არავის ბრალი აქეთა მხრიდან არც ნოემბერში არც დეკემბერში ივანიშვილის და პუტინის ბრალია გახარიას ბრალია და პუტინის ყველა შლირის ბრალია ვინც საქართველოში ყოფილი ყველა შლირის ბრალია ვინც პუტინის საქართველოში მათ შორის გახარიას უნდა ვკითხო არჩევნებთან დაკავშირებით რადგან იყო დავადვიკას თქვენ თუ გონიათ რომ რევოლუცია აკრძალული სიტყვა უნდა იყოს საქართველოში და თქვენ თუ გონიათ რომ ფეიქ პოლიტიკური პროცესებით ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში 0.%-ების მიღებით დამარცხება ავტორიტარიზმი ძალიან ცდებით და ეს ხალხი მზად იყო თავისუფლება შეეწირა და ვინმე კი არ ვთქვი შენ რომ შეეწირათ მე გასკარბო მზად იყვნენ რომ შეეწირათ მეტი არავინ არ მიუტოვებია არავინ არ მიუტოვებია მე შეგაგაცხობთ 20 ივნისად წინახაზე ვიდე ის ხალხი არ მომდა სადაც რეზინის დეკემბერშიც იქ ვიყავ კი ნამდვილად მე რომ დამეძახებინა ხალხისთვის მე რომ დამეძახებინა ხალხისთვის და მე თქვა რომ 4 ოქტომბერს ვიწყებ და ვამთავრებთ მეთქი
არ ყოველთვის ვეძახით, ყოველთვის ვეძახით და მოვიჩის ანტი ივანიშვილის აქციაზე. ყოველთვის დაუძახებ. ერთი კაციც არ არის, რომელიც დაუტოვებია ირაკლი ფავლენიშვილის ბრძოლის ველზე. ყველა აქციაზე ყოფილა წინა ხაზზე. ეს იცის ყველა. ეს იცის ყველა. გახსოვთ თქვენგან რომელიც ხართ დამარცხებული ქოცები და ებრძვით ზუმით ავტორიტარებს. მადლობა. თქვენ ებრძვით ხალხსაჭერთან დაკავშირებით ხალხს არ ვაჭერთ, ეს არის ბრძოლა. ამ ბრძოლაში არ გვეშინია, ეს დაგუჭირო კიდევ. ვიგაიქცა. მადლობა. ვინდა თქვენ მანახი, აბა ჩემი გაქცევა. მანახი ჩემი გაქცევა. ვინდა განახო ყველა აქცია, სადაც 20-ვისთან მოყოლებული წინა ხაზზე ვარ და ვიდეო კადრები ვაჩვენე იმ ტელევიზიების, რომლებიც რაღაცებს ვაბრალებდნენ. გამიშტოლობა აქვს, ჩემ კი არა. ჩემი დაანონსებული როგორ დაგიანონსებთ და თქვენ შეთანხმებით. ვინ არის? მოდი ამ თემით გადავიდეთ. დაანონსებული იყო მუნიციპალური ეგრეთ წოდებული არჩევნები, რუსული სპეცოპერაცია, რომელშიც მიიღე მონაწილეობა. ერთადერთი ვინც რუსულ სპეცოპერაციაში და ბიზნეს თამაში მონაწილეობა მიიღო, ჩემსა და შენ შორის. ხარ შენ. მაშინ როდესაც წინასწარი წოდო იქნებოდა აგებული მდგომარეობა და დიახაც კარგად ვიცოდით რა შედეგის დადგებოდა. გეუბნებოდ ეგ შედეგი დადგა და ამ ხალხმა იბრძოლა მაინც პირადი თავგანწირვის მაგალითია ჩვენაც მაინც. არავის ბოდიშ მოხდას არ ვაპირებთ. ვის უნდა მოუხადო ბოდიშ? შენზე მეტად რომ მზად არიან და შენზე მეტად რო არიან მზად, რომ ამ ქვეყნისთვის თავი გაწირო. შენზე მეტად რომ მზად არიან, ეგ დავუწყო. ხო, რატო არა? დიახაც რა, ირაკლი დაგინაძრა შენზე მეტად მზად იყოს არ მიტყდება. ძალიან შენ არასოდეს არ იქნება, თქვენ რო არ ვსწავლეთ, შენზე მეტად ეგ სიტოვების თემას ისევ დაუბრუნდები ჩვენ ამდენ მიატოვეს იქა ლიდერები თუ ხალხი ვიკა მადლობა პირველ რიგში, იმიტომ რომ უნდა გავცე პასუხი. ვიკა პირველ რიგში ფაქტები უნდა მოიყვანოს სწორად, როდესაც საუბრობ ბატონი მურთაზოდელა, რომელსაც უდიდეს პატივს ემდა დღეს ის არის პოლიტიკური პატიმარი და როგორც შენი საუბრიდან სამწუხაროდ ირკვევა, შენთვის არ ყოფილა ის პოლიტიკური პატიმარი. ბატონი მურთაზოდელა არ ყოფილა ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ერთი თუ ვინმე საინტერესებს და ეს შეცდომით თქვი და მოიტყუე პირდაპირ ეთერში ერთი. თქვენი პარტიის წევრი იყო და დაუბრუნების დღიდან იყო თქვენ პარტიაში. ვიკა დავასრულებ. არა, ვიკა, ესეც არიცი, აქაც იტყუები. არა, არ ვიტყუები, ეგრე იყო. მაგას თუ უარყოფთ, აი ეგ არის, მაგაზე ვსაუბრობ. არა, ვიკა, ნუ ეხლა გეხვეწები, ვიკა, ახალგაზრდა ადამიანი ხარ და ზედმეტ დემაგოგის გარშემო. ხარ და იტყუებით, ეხლა თქვენი გუნდის წევრებს ამბობთ, არ ყოფილა ჩვენი გუნდის წევრები. კარგი, ვიკა, მონოლოგის რეჟიმში ვილაპარაკე და მოგისმენ რა. ხო, არა, თქვენ იტყუებით, რომ ჩვენ თქვენი გუნდის წევრები. ვიკა, მოგისმენ. მურთაზოდელავა სანამ ხელისუფლებაში იყო მავნებელი და ეხლა ხო შეიძლება, ვიკა, დავასრულებ. ხო შეიძლება. იტყდებათ უბრალოდ თქვენი გუნდის წევრი რო იყო. არ მიტყდება და სიტყვებსაც ვარჩევ ეთერში რა უნდა ვილაპარაკო. გეხვეწები დავასრულებ ადამიანურად თქო დავასრულებ. და ადამიანმა რო იცოდნენ და ეს ბატონ ყვილები არ თქვა. ვიკა, ბატონ მურთასა აქვს თვითონ ნათქვამი. დიანა ტრაპაიძის ეთერში ერთხელ და მეორედ ფორმულას ეთერში ამავე ტელევიზიის გადაცემაში რომ ბატონი მურთაზი არ საუბრობდა ჩვენი პარტიის სახელით, არ იყო ჩვენი პარტიის წევრი, ზუსტად იმიტომ რომ 4-თან დაკავშირებით ჰქონდა სხვადასხვა შეხედულებები, კერძოდ არასწორი მოლოდინების შექმნასთან დაკავშირებით. ამის თქმისიც არ მომეულდება, როდესაც ორ პარტიაზე საუბრობ, ეს ერთი ნაწილი. მეორე, ასევე ბატონ მურთას აქვს ნათქვამი ღიად და საჯაროდ. როდის მოვიდა ის პარტიაში და ეს იყო სულ რამდენიმე თვისი, როდესაც დააკავეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია პოლიტიკური მოტივებით. ეს მეორე მდგენელი და მესამე მდგენელი ჩემთვის სამწუხაროდ და ამას შენ არ გეუბნები, ამას უხსნის საზოგადოებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზ გაუსვა, ფაქტები არასწორად მოიყვანე, ან შეგნებულად მოიტყუე. ბატონი მურთაზის ეთერებია, შეგიძლია ამოიღო და ნახო, როდესაც სხვა სიძახი მატყუარას. და მესამე და მნიშვნელოვანი, ჩემთვის სამწუხაროდ შენი საუბრიდან ვერაც დავაფიქსირე, ერთადერთი რაც იყო და კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, გურამ თქვენც იცით და საჯაროდ იყო ცნობილი, ჩვენი პარტიის და ჩვენი კოალიციის პოზიცია 4 ოქტომბერს მოლოდინების შექმნასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველა ის ადამიანი, ორგანიზატორებიდან დაწყებული, ახლა ვისაც იყვანენ უკანონო დააპატიმრებენ, არიან პოლიტიკური პატიმრები, ოღონდ და მთავარი, აქ რაღაც ძალადობაზე საუბრობდა ვიკა, არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს და რაღაც კარდიც ვნახე ბატონი გახარიას პეიჯზე, სადაც თქვა რომ თითქოს ევროპარლამენტარებმა ტოლობის ნიშანი დასვესო, მსგავსი არ ყოფილა ციტირებასაც მოვიყვან. არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, განსაკუთრებით არც ეუთო ოდირსაც კი, რომელსაც თავის დროზე მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ოცნებასთან. დღეს არც სენატორებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გუშინ, არც ევროპარლამენტარებს საერთო განცხადებით არსად არ უხსენებიათ, რომ ეს იყო ძალადობრივი აქცია, პირიქით. ყველამ ერთხმა თქვა, რომ ქართული ოცნება ვალდებული იყო 4 ოქტომბერსაც, როგორც სხვა დღეებში და 4 ოქტომბრის შემდეგ დაიცვა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და გაათავისუფლონ პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანები. ეს ერთი. და მეორე, და მნიშვნელოვანი რაც აქ არის მთავარი. ორმაგად გულგასატეხი ალბათ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებისთვის, ადამიანი, რომელიც მათ წევრად მოიაზრებდა თავს რამდენიმე თვის წინ სამ შევიდო და ამ რუსულ სპეცოპერაციაში ამ შემთხვევაში ვიკაზე ვსაუბრობ, რომელიც დღეს საუბრობს ზუსტად იმ ნარატივებით, ზუსტად იმ სიტყვებით, რაზეც გუშინ ისაუბრა, ჩემ და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ბრძოლაში ვარ მასთან. ვიკა დავასრულებ. 4-ის ნუ უკავშირებ. არა, ვიკა 4-ს არ ვუკავშირებ. სპეცოპერაციას, რომელიც იყო რუსული სპეცოპერაცია. ვიკა არ უკავშირებ, ვიკა მე ხო არ
გინდათ რომ რუსთაველის პროტესტი, რომელიც არის 300 დღიანი სამართლიანი პროტესტი. ისაუბრებ მონოლოგის რეჟიმში. ისაუბრებ მონოლოგის რეჟიმში. ისაუბრებ მონოლოგის რეჟიმში. ჩემთვის დროის გამოგლეჯვა ჯობდა თბილისი გამოგეგლიჯა და დამასრულებინ ერთი წამი გეხვეწები რა. დამასრულებინ კოალიცია ხარ. კურა უნდა დავასრულო რა. ძალიან გამოგლიჯეთ იმას რა. თქვენ არა თქვენ არა ჩვენი თქვენ არა ჩვენი პოზიცია ნათელი იყო და ერთ-ერთი დამნაშავე ამ ყველაფერში არის რეჟიმი და მე მესამედან მნიშვნელოვანი რაც ვსაუბრობდი. ჩემ და სამწუხაროდ, როდესაც თელმა დასავლეთმა უარყო რეჟიმის გზავნილები, მათ შორის მიმართვის მიუხედავად საელჩოების მიმართ, რომ თითქოს ეს იყო ძალადობრივი აქცია, ჩემ და სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ვიკა ფილფანი, რომლის ეგრეთ წოდებული ლიდერად წოდებული ადამიანი, რომელიც გაქცეულია ლაჩხულად გერმანიაში, იმეორებს მარია ზახაროვას და ჯაბაროვის ნარატივებს, რომელმაც ორივე გუშინ იდენტური ნარატივი გაავრცელეს, რასაც დღეს ვიკა ქართული ოცნების რეჟიმი. არ ვიტყვები, დავასრულებ ფაქტები დავასრულებ. ვიკა, არა, მე არ მიძე, ვიკა, აქეთ მეძახდნენ მოღალატეებს თუ გაინტერესებს. ვიკა, დამასრულებინე, ვიკა, აქეთ მეძახდნენ მეთქი. ვიკა, საკმარისად ილაპარაკეთ. ვიკა, აქეთ მეძახდნენ მეთქი და გეტყვი რა თქვა მარიას, ხო გაინტერესებს. ხო მე არ მიწოდებია. ვიკა, თუ შეიძლება. ვიკა, სანმე გიწოდი. მოდით, აუცილებლად. ნიკო შადარანი. საერთაშორისო პარტნიორებზე როგორ უნდა მოახერხო რომ მარტაკოს და მაია არა კაია ვიკა მაია არა კაია კაია კალს მნიშვნელობა არა ინგლისური ხო იცი ინგლისური კი დაგუგლოთ თარწმუნებული ვარ რომ იცი როგორ უნდა მოახერხო რომ ამ ორ ადამიანს ათქმევინო რომ ძალადობა ორივე მხრიდან დაუშვებელია ეს ადამიანები ამ დროის განმავლობაში ამაში უყურებდნენ რომ შვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა და თქვენი სპეცოპერაციების რომელიც თქვენ არა ვიკა არ ყოფილიوار მეთქი ჩემი პარტია და კოალიცია საჯაროდ იყო ცნობილი ადამიანი რომელიც კი რა დაიწყო ბოიკოტის ბოიკოტი რა შუაში გურა უნდა დავასრულო რა არა ვიკა თუ არ დავასრულო არ გამოვა არა ერთი წამი ამ აქციასთან ვიკა არ გამოვა ესე მონოლოგის არაფერი ამ აქციასთან დაკავშირებით ვიკა დამასრულებინე კი საქმე გააკეთა კი მე გავაკეთე ნიკა გვარამიამ ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიამ და გიორგი შარაშებამ რომელსაც ბარიერი ვერ გადავხა გააკეთა გურამ თუ არ დავასრულო არა ძალიან დიდი ბოდიში უნდა დავასრულო ერთხელ მაინც გურამ ვიკა ძალიან თქო მივცეთ საშუალება მაინც უნდა დავასრულო და მთავარი და მნიშვნელოვანი მე ვთქვი არა ვიკა უნდა დავასრულო სწორად ვისაუბროთ მარტო ფაქტები გეხოცებთ მარტო ფაქტები მყავს კი მესმის ხოლმე ფაქტები მყავს თქვი დასავლეთზე თქვი იმ ნარატივზე რაც იყო მურთაზოდელავაზე რაც იყო სიმართლე ეს დადასტურებული აქვს ბატონ მურთას კიდევ ერთხელ ხას უსაურო რომ ჩვენი პარტია და კოალიცია საჯარო და ღიად ამბობდა მოლოდინების არასწორ შექმნასთან დაკავშირებით ოღონდ ის ყველა ადამიანის არის პოლიტიკური პატიმარი და მთავარი რა თქვა გუშინ ზახაროვამ და ჯაბაროვმა ალბათ არც იცის ჯაბაროვი ვინა ჯაბაროვმა და ზახაროვმა თქვი ზუსტად იგივე რომ იყო ძალადობრივი აქცია რეჟიმი დაიცვეს და გააправეს ბჭყალებში მათაც არჩევნები. ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკური პატიმარი ვინც არ უნდა იყოს და მე შემიძლია ამის თქვა, რომ გიორგი გახარი არის პოლიტიკურად დევნილი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას დროს სუსტად იმავე მეთოდით მე და ირაკლეს და თაზოს მაშინ ერთად გვასამართლებდნენ, მათ შორის, იმიტომ რომ ჩააგდო მიცემული პირობა დადო, რაც დადო, ეს იყო პროპორციულთან დაკავშირებით 20 ივნისი 2 წუთით რო გვერდით გადავდოთ, მაშინ დაიწყო ეს ბრძოლა თუ ვინმეს რამე ეჭვიეპარება იმასთან დაკავშირებით, რომ საიდან მოვდივართ. ვიკა დავასრულებ გეხვეწები ვიკა დავასრულებ არა ვიკა დავასრულებ კი ჩემმა ლიდერმა შეაფარა კაცის თავი და ჩემმა ლიდერმა სასტუმროს всё მე ლიდერებზე საუბარს არ ერთსა და იმავე წელზე ვტრიალებთ ვიკა ძალიან კი და ისა უბრალოდ ერთი რაღაც რო იცოდეს რამიასთვის ციხე არის ძალიან კარგი რა თვით ვიკა კარგი არ ვაპირებ ვიკა ხშირად მომისმენია სხვათა შორის რომ აი ციხე არის თავშესაფარი და აი რამიასთვის ციხე არის თავშესაფარი. მე გეტყვით ძალიან დიდი ბოდიში. თაზოს უნდა ვკითხო, ძალიან მოკლედ. ეს არჩევნებზე ესენიო ბიზნეს პროექტები არიან, ამათო კარგად დაუწერენ. მე არ მithქვამს ეგეთი არც არა. პარტია ამბობენ, თქვენი ორი პარტია. მე გეტყვი შე რა თქვი ჩემთან გვალმაგიდაში. გიდა გითხრა რა თქვი ჩემთან გვალმაგიდაში. ესენი მაინც გავლა არჩევნებზე ვიკა. არიანო ბიზნეს, ესენი არიანო ბიზნეს პროექტები, ამიტომ გადიანო არჩევნებზე, ამათო მაღალ ცხოვრებაში არ მიწოდებია მიუხედავად იმისა, რა ვიცით რა. შენზე ბიზნეს პროექტი ვიკა. ალბათ ეხლა იმ საზოგადოებას
იმას რომლის აზრიც მოისმინა ვიკა თუ შეიძლება ნიკა გვარამიას აყვა გიორგი გახარიას ნიკა გვარამიას აყვა გიორგი გახარიას ის ამომრჩეველი რომელზეც საუბრობდი რომ სანამ ნაცმოძრაობა ან მისი ყოფილი წევრები პოლიტიკაში იქნებიან ვიკა გიორგი გახარია ვიკა ძალიან თქო მოდი ძალიან თქო უბრალოდ ასე ვერ მოისმენს მაყურებელი ვერაფერს ერთი წამი არა ერთი წამი სანამ ჩვენ გიორგი გახარია რაც გიორგი გახარია ძალიან დიდი პოზიციაში და რუსთაველის გამზირზე ხალხი იმეც გამოთქვამდა რომ რაღაცნაირად ყველანი მიხვდებოდით იმას რომ არჩევნებმაც მარცხი მოიტანა და ამაქცია მათ ისე როგორც იყო ეს და დაანონსებულა და ერთიანობა რაღაცნაირად მოწოდება იყო რუსთაველის გამზირი და თაზო რამდენად არის ახლა შანსი მე არ დავასრულებ შენ კითხავს არ უყავს გავაგზავნე არა გეხვეწები გურამ ერთხელ დავასრულებ ხო შეიძლება არ დამიშველებია და ყველგან მეჩნდება თითქოს თბილისია და მოსახლეობა მესმის გურამ დავასრულებ და მე მეც ერთი წინადადება დამჭა გიორგი გახარია რაც ქართული ოცნებიდან წამოვიდა თუ როგორც იყო ის ამბავი მას მერე საუბრობდა ერთ და იგივე რამეს ჩვენ ვმუშაობთ იმ ამორჩეველზე რომელიც არაზრუს მიცემს ხმას ტრადიციულ ოპოზიციას რომელიც იყო ქართული ოცნების ტრადიციული ოპოზიცია დღეს ვიკა ფილფანი მეუბნება რომ თურმე ნიკა გვარამია მოახერხა ის რომ მათ 200,000-ზე ნაკლები ხმა აიღეს იმ ტრადიციულ ჯამურად იმ ტრადიციულ ეს თქვათ ქართული ოცნების ყოფილი ამორჩელებით თურმე ნიკა გვარამიას ნიკამელიას ზურა ჯაფარიძეს ელენე ხოშტარიას არ ვიცი გიორგი ვაშაძეს და ყველა ამ ადამიანს წაუყვანია და ეს ადამიანები ყოფილან ლიდერები და ესენი არ ყოფილან გასაგებია თაზო ძალიან მინდა რომ გითხოთ არა გავცეთ ოღონდ ჯერ თაზოს ვაპასუხებდეთ ერთი გუნდის წევრები ხართ ნახე ერთი პოზიცია გაქვთ და თუ შეიძლება თაზომ უპასუხოს ნიკუშა თქვენ ორი პარტიის კოორდინატორები ნაწილმა მარშრუტკებით ხალხი ჩამოიყვანა 4 ოქტომბერს და იქ ხალხი ეხა ციხეში არავის არ ჩამოუყვანია მარშრუტკა არა ხალხი ჩამოიყვანა მარშრუტკა არასწორი ციხეში თქვენ ეძახით არ ჩამომიყვანია კოორდინატორების მეორე ნაწილი კოორდინატორების მეორე ნაწილი ქოცების ხმებზე ერთ ფაქტს მაინც დამიდებ რომ ეგრეთ წოდებული ცოტა უსარგებლო დისკუსიისკენ ხომ არ მივდივართ ახლა ხალხის დაკვეთა ნახე ხალხის დაკვეთა იყო რომ დღეს ამ სტუდიაში ჩვენ გვემსჯელა იმის შესახებ ახლა რას ვაკეთებთ ამ მდგომარეობაში ვარ ახლა ამ მდგომარეობაში ვარ და სად მივდივართ ამ მდგომარეობიდან და თქვენ ისევ ხმების ხმებზე დარბოდა 4 ოქტომბერს ეხა ხო აი რაზე უნდა მელაპარაკოთ მართლა მეტი გურამ ნახე კრიტიკულად ამ ეს თვეების განმავლობაში რო არ ისაუბრა არავინ და კრიტიკულად რომ ერთმანეთთან პოლიტკორექტულობა მოითხოვეს და თავდაუსხმელობა რეალურად და სახელი არ დაერქვა ყველაფერს მაგის შედეგი ეხა ისე თაზო მაშინ ახლა სად მივდივართ რას ვაკეთებთ და რა გზას ვირჩევთ ხალხმა რუსთაველის გამზირიდან ექსპერტებმა მათ შორის ადამიანებმა რომლებიც ყოველდღიურად ჩართულები არიან ამ პროცესში გვითხრეს გადაცემის დასაწყისში რომ მათი მოლოდინია ეს მარცხი შეცდომები რაც 4 ოქტომბერმა თქვენთვის როგორც არჩევნების მომხრეებისთვის ისე მშვიდობიანი რევოლუციების ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების კუთხით მარცხი მოიტანა და რას ვაკეთებთ ახლა ასე ვაგრძელებთ როგორც ახლა მოვისმინეთ სტუდიაში მოგესალმებით გურამ მე ვსალმებ ჩვენს მაყურებელს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს ხო სამწუხაროდ ამაგიდის ქვეშ ის ტრაგედია რომელშიც ეს ქვეყანა არის და ეს ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარებაში არის მოდი ამით დავიწყოთ ამით შეფასებით თუ რამეს ვაფასებ დავიწყოთ ყველაზე მარტივიდან რომ ეს ქვეყანა არის ძალიან რთულ ვითარებაში ბევრად უფრო რთულში ვიდრე ის იყო ერთი კვირის წინ მაგალითად და სამწუხაროდ ამაგიდის გარშემო იგივე უბედურებას ვხედავთ ეხლა რამოდენიმე წუთის მანძილზე ამ ერთ კვირაში რამ დაამძიმა 4 ოქტომბრის მოვლენებმა აბსოლუტურად ყველა მხარეს ვიტყვით თუ შეიძლება თუ მომცემ ცოტა დროს რომ გავშალო ეს ამბავი აბსოლუტურად ვიტყვით შეხედეთ კრიტიკული აზროვნება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ეგრეთ წოდებული კარტეზიანული აზროვნება ანუ რაღაცა ფორმით დეკონსტრუირება იმ წარსულის რომლიდანაც ეხა მოვდივართ უახლოეს წარსულის მოდი დავიწყოთ ერთი წლის წინ მომხდარი მოვლენებით ხო საქართველოში გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების უზურპაცია მოხდა ქართული ოცნების მიერ ამის შემდეგ ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ თქვით რომ ის პარტიები რომელიც არ შევედით პარლამენტში ყველანი ერთად და ჩემს სწორად მოვიკეცით იმ მომენტში ეს იყო სწორი პოლიტიკური პასუხი და ამ სწორმა პოლიტიკურმა პასუხმა მოიტანა დღეს დელეგიტიმაცია საერთაშორისო თვალსაზრისით და შიგნით საზოგადოებრივი დელეგიტიმაცია რაც არის მიზეზი იმ კრიზისის და რა კრიზისის ეს ქვეყანა არის ჩვენ ვამბობდით რომ გჭირდებოდა რაღაცა სივრცე სადაც პოლიტიკური პროცესი იარსებოდა იმიტომ რომ შეხედეთ გურამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაყურებელს უთხრათ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არის აუცილებელი ქართული ოცნების მიზანი დღეს იმ მომენტიდან როდის ხელისუფლების უზურპაცია გაკეთა იყო პოლიტიკური პროცესის მოკლა ჩვენ თქვით რომ მოდი პოლიტიკური პროცესი გქონდეს რაღაცა ალტერნატიულ სივრცეში მაშინ რაღაცა დაარქვეს ამას ზოგმა რაღაცა
ალტერნატიული პარლამენტი ასე შემდეგ. ეს არ შედგა, იმიტომ რომ არ შედგა თანხმობა. აი იმ პარტიებს შორის ზედმეტად ვინც ამ მაგიდის გარშემო. მათ შორის თქვენსა და გარხარიას შორის არ შედგა, როცა ამას ხალხი გიკვეთავდათ და ეგ მანამდე იყო თუ გინდა მაგაზეც ვილაპარაკებ, ოღონდ თუნებას მომცემ, არავის არ გავაწყვეტინე, ამას გამოვითარებ და მაგ კითხვაზეც გიპასუხებ თუ გაინტერესებს მაგამ ოღონდ ეგ სხვა ამბავი ცოტა უფრო ადრე. ვერ მოხერხდა ეს კონსენსუსი ბევრი სხვა მიზეზის გამო ჩვენი ლიდერების ამ პარტიების აი ამ მაგიდის გარშემო ცხოვრების პარტიის ლიდერების შორის ვერ შეხვდა. ეს შემოთავაზება გავაკეთე. ამის შემდეგ ამ პროცესში ვიყავით ყველა თანაბრად ჩართული, იმას რასაც ერქვა ბოიკოტის პარლამენტის, იმას რასაც ერქვა დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების საერთაშორისო პლანზე, იმას რასაც ერქვა კუჩის პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის. ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი მთელი ამ პროცესს. ამის მერე ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო გაერთიანება სალომე ზურაბიშვილის ფორმატში, ჩვენ ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, გავერთიანეთ სალომე ზურაბიშვილის ფორმატში და აღმოჩნდა ჩვენი კოლეგა მეგობარი პარტიებისგან, ნაციონალურ მოძრაობისგან, ახალისგან, სხვადასხვა მიზეზების გამო მათ ეს ერთობას დატოვეს და ამ ერთობასაც წყალი შეუყენეს. პირდაპირ თქვა ყველაფერი, მოდი, ხო თუ გვინდა რომ კრიტიკული აზროვნების მთავარი მიზანი ის კი არა, ერთმანეთს ახლა ვაკრიტიკოთ, ვეჭხუბოთ და ამით რაღაც არ მგონია რომ საზოგადოების დაკვეთა ამის ყურება იყო. საზოგადოების დაკვეთა არის გაანალიზება. საზოგადოებას აინტერესებს მარტივად და მომავალზე ფიქრი. ახლა რას ვაკეთებთ თქვენ გაანალიზებთ პერიოდი და იგივე შეცდომებს ვიმეორებთ და ისევ ამ შეცდომებით ვაგრძელებთ თუ რაღაც განკვეთილებს სწავლობთ. ვიმეორებთ გურამ მნიშვნელოვანია სწორედ შევაფასოთ. შემდეგ შემოვიდა საკითხი, ხო? შემდეგ შემოვიდა საკითხი თვითმმართველობის არჩევნების. აი აქ მნიშვნელოვანია მე ვიტყვი ჩვენ რა დავაკელით ამ პროცესს. მაშინ როდესაც კოლეგებმა დაიწყეს განსაკუთრებით კოალიცია ცვლილებებისთვის დაიწყო ლაპარაკი იმაზე რომ ეს არის მცდარი გზა აპრიორი ყველანაირი ლაპარაკის გარეშე, ჩვენ მაშინ შეცდომა დაუშვით, როდესაც არ დავიწყეთ ღიად ლაპარაკი ჩვენი საპირისპირო პოზიციის ამასთან დაკავშირებით და ვამბობდით მიაღწია მოვიფიქრებთ, შევხედავთ. ეხა ამის დრო არ არის, იმიტომ რომ გვეგონა რომ მართლა ეხა ამის დრო არ იყო. ამის შემდეგ რა მოხდა? ამ ხალხმა მოლაპარაკება ამის გარშემო წარშედგა. ამის გარშემო რომ ამის დრო არ არის. მთელი ეს პროცესი მან როდესაც თქვენ დაიწყეთ თებერვლის თვლიდან ბოლო მომენტამდე, იმ მომენტამდე როცა დისკუსია დავიწყეთ და დისკუსია ჩავთვალეთ სწორი იყო, მანამდე ვამბობდით რომ ამის დრო არ იყო. მივედით საათ შეხედე, მივედით იქ რომ ამის გარშემო დისკუსია ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ რომ პოზიცია ჩვენი კოლეგების იყო პირდაპირ აპრიორი და დაიწყეს ამის ტირაჟირება ძალიან მაღალი მასშტაბით. გაჯდა ეს საზოგადოებაში. მანამდე თქვენ დახურული შეხვედრები გქონდათ არაერთხელ მათ შორის ზურაბიშვილთან რეზიდენციაში. არა, იმ ზურაბიშვილის შეხვედრებზე სამწუხაროდ მაგას ვამბობ გურამ. შეხედე, ხო გვინდა. ხო გვინდა რომ რეალობაზე ვილაპარაკოთ. მოდი რა რეალობაზე კი არ ვეჭხუბოთ ერთმანეთს. რეალობაზე ვილაპარაკოთ და შევეცადოთ რომ იგივე შეცდომები არ დაუშვათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ საზოგადოების დაკვეთა აქ არ არის. კრიტიკული აზროვნება ამას ნიშნავს. ეხლა შემდეგი ვთქვათ. ჩვენ შევედით საპარლამენტო არჩევნებში ისეთ პროცესში, რომელიც უკვე ვაღიაროთ პირდაპირ იყო დაზიანებული წინა პერიოდით რამოდენიმე თვიანით, როდესაც კოლეგები მიზანმიმართულად უტყავდნენ ამ პროცესს. არა და ამ პროცესიდან თუ ვიმსჯელებთ რაციონალურად, ამ პროცესიდან რაღაც გამოტანა შეგვეძლო. ეს არის ქვეყანა, სადაც არჩევნები ტარდება თამართლიანად და თავისუფლად. არა, არ არის ეგეთი ქვეყანა. მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც დამყარებული დიქტატურა არის. არა, ჯერ არ არის ეგ ქვეყანა. ივანიშვილი ამას აკეთებს. თქვენი პროფესიის შეზღუდვით და თქვენი საქმიანობის შეზღუდვით თავისუფალი მედიის, ჩემი საქმიანობის შეზღუდვაზე არის გადმოსული და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა მის ვინც მას არ ეთანხმება და უკვე შეზღუდა საქმიანობა ჩვენი ყველას ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის, საგადასამთავრებო სექტორის, სამოქალაქო სექტორის. მათ შეუზღუდა უკვე საქმიანობა, ხო? ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ვეღარ ოპერირებენ. ანუ ამ პროცესში ვარ. დამთავრებულია ეს პროცესი, არ არის დამთავრებული. ამას უშლით ეხა ხელს. 315 დღიანი პროტესტი ხელს უშლის იმას, რომ დიქტატურა მარტივად არ დამყარებულიყო. ამ არჩევნებიდან ერთად შეგვეძლო რაღაცის წამოღება? კი, ცალსახად შეგვეძლო კონკრეტული გამარჯვებების წამოღება. ახლა სად მიდიხართ? მივდივარ წარსულის ანალიზი, ძალიან მოკლე და კონკრეტული მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეხლა თქვათ სად უნდა წავიდეთ. ოღონდ სწორი ანალიზი, თაზო. სწორი ანალიზი, თაზო. არა, თაზო, სწორი ანალიზი. რა თქმა უნდა, სწორი ანალიზი არის, მაცადე. სალამ მომავალზე წავად, მაშინ მოვუსმინოთ რა. გაიგე რაზე გელაპარაკები უნდა დავამთავრებინო. რეპლიკა, არა, რეპლიკა. დავამთავრებინო, არ დავამთავრებინო. არ ჩავთულა მე მგონი არ არის რეპლიკა მომცა, მე ჩავერთვი, არა უშავს. ვერ გაიგებ შე. არა, გავიგე უკვე. თაზო, გავიგე, ერთ რაღაცას დავამატებ და გააგრძელე, გეხვეწე. აზრი არ დამთავრებინო. თაზო, გეხვეწე, ის მონაკვეთი დაასრულე. შენ დაიწყე ვითარების აღწერა, სადაც თქვი რომ თურმე წყალი შეუყენეთ სალომე ზურაბიშვილის ერთობას. კი, ეგრე იყო. ერთი სულ დავუსრულე. მე რეპლიკას ვიყენებ და მე გავაგრძელე. სადაც თქვი რომ ჩვენ წყალი შევუყენეთ სალომე ზურაბიშვილის ერთობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ერთობები დგება ერთობა არ იყო მოლაპარაკების ფორმატია. საკოორდინაციო რაც გინდათ კოორდინაციოს ლაპარაკს მე დღეს არ ვუყურებ არჩენთან არა უშ. არა, კი, მეც ვის საკოორდინაციო სივრცე. ხო, საკოორდინაციო სივრცე იყო. რავი, არასწორი. თაზო, ერთი წუთი თაზო, არა, არასწორი თქვი და გეტყვი რა თქვი არასწორი. ჩვენ გავედით მას შემდეგ რაც
იქ მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე. ერთი იყო ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ მისვლა, სადაც თურმე ანწუხელიძე ყოფილა ვიღაცის PR შეწირული ადამიანი და რომელიც დაირღვა ვიკა ფილფანის გიორგი გახარიას მიერ დღეს რო ბერლინშია და იქიდან კიც გვიქნევს და სიტყვა გატეხა და სიტყვას ფასი დაუკარგა, არ ვიტყვები ქალბატონმა სალომემ თავად დაადასტურა ეს და მეორე და მნიშვნელოვანი მივდივარ, მეორე და მნიშვნელოვანი. აქ ასევე ვთქვი რომ ადგილობრივზე არ ყოფილა მსჯელობაო. და შეგახსენებ ახლა ელენე ხოშტარიას მიერ უკვე შეთანხმებული ტექსტი ყველასთან, რომელსაც ბადრი ჯაფარიძემ ხელი მოაწერა იმ ტექსტს და რომელიც გამოცხადდა და რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ ჩააწეს. ეს ის უკვე ყველამ და დაადასტურეს მათ შორის ეს ითვალისწინებდა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. თქვენ ეს უარყავით და მე დაიწყეთ ამას დებატი და ეხავეც გეტყვი არაადეკვატური არის აი ეგეთი ჩანაწერების გაჟღერება, როდესაც არაადეკვატური ადეკვატურია 200,000 მამულჩოლის დაკარგვა ერთ არასრულ წელში. და ერთი სადარდებელი არა ნიკა ძურფასი. ვიცი, ერთი უარყავთ 200,000. ერთი კითხვა მაქვს რა. და რეპლიკა მაქვს რა. არა, კი და ბარემ რო ჩააქსო. არსებობს ესეთი ჩანაწერი და მაინტერესებს უბრალოდ შენი პასუხი. აი, წაგიკითხავ და შენი პასუხი მაინტერესებს. თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები. ამიტომ ამ არჩევნებზე გასვლაზეც საუბარი ზედმეტია, ვინაიდან ჩვენ დასავლეთმა გითხრა რომ ეს არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია და არ არსებობს. არავის ეგეთ რამე არ უთქვამს. ქალბატონი სალომე სამადაშვილი, თქვენი პარტიის ლიდერი 2025 წლის 6 მარტს აკეთებდა ამ განცხადებას და გამორიცხავდა. ხო უთქვი არავის არ უთქვიაო, მსგავსი განცხადება. თქვენი პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი თავარი მომლაპარაკებელი საერთაშორისო საზოგადოებრივ მივდივარ, ბატონი მამუკა ხაზარაძე 6 მარტი. ბატონი მამუკა ხაზარაძე 6 მარტი 2025 წელს მანდ ეგეწერა? აგერმა, კი, თაზო, ამოვიღე განცხადება, თქვენ სიტყვას ფაზი დაუკარგეთ და მივდივარ აქამდე. სიტყვას ნიკა რა. ხელმოწერებს თაზო და უკან გაწევს. თვითმმართველობის არჩევნებზე. თაზო, დავუსრულებ. თვითმმართველობა. მეუბნები აგეთ. განზადებული ციტატები გაქვს, მაგრამ მაგის თქმას აპირებთ. ეთანხმები შენი პარტიის ლიდერებს თუ არა? თაზო, ამ დროს შენი პარტიის ლიდერებს ეთანხმებოდი. თაზო, შენი პარტიის ლიდერებს ამ დროს ეთანხმებოდი. თაზო, შენი პარტიის ლიდერებს ეთანხმებოდი ამ დროს? შენი პარტიის ლიდერებს ეთანხმებოდი რომ თვითმმართველობის არჩევნები გაუქმებული იყო თუ არა? 2025 წლის 6 მარტს ბატონმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ვინც გავა ეს იქნება ღალატი და ამაზე საუბარი არის უკვე ღალატიო იმ პოლიტპატიების და ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა არ ვიცნობ ნიკა მაგ განცხადებას. ანუ ეთანხმები თუ არა მარტივ კითხვას. არ ვიცნობ თქო შეხედე. კითხულობ ხაცი მე და შენ მეგობრები ვარ, მაგრამ ასევე არ ვიცი ხო და თაზო ხო და ერთი წამი გაგაცნობ განცხადებას თაზო ქალბატონი სალომე ვერ შენ და წაკითხულ განცხადებაზე ვერ გეტყვი ალე კოლისაშვილი ამბობდა რომ თუ ერთი წამი შენი რეპლიკი შინაარსი არ გავდივარ ეთანხმებოდი ამ დროს მაგ რაზგიწერი თაზო ეთანხმებოდი ამ დროს აი გახილვაში ეს რას სულის თაზო თქვენთვის შეგიძლია გავშელება თაზო უცხოელები საზოგადოებას როდის იყავ პასუხი არა ნიკა მიცეთ საშუალება რომ ასაგებია ბატონ მამუკა ხაზარაძეს არ ეთანხმებოდი არც ამასამადაშვილს შეურაცხყოფის იქით ეხა აღარ შეგიძლია რომ რაღაცა გაიყვანო რავი ტყუილს როცა აბრალებ ადამიანს ნიკა აგიცხაბრალებ გინდა ვიდეო ჩავთო როგორ ადამიანს ეხა მე რომ მეუბნებ რაღაც გინდა ვიდეო ჩავთო ეგ არის შეურაცხყოფა თაზო ვიდეო ჩავთო კაი გავგზავნო თაზო ვიდეო ჩავთო უპასუხოთ ვიდეო თაზო უპასუხეთ ხო საზოგადოების ნაწილში დღემდე არის საზოგადოების ნაწილში ნამდვილად არის ეს კითხვები ახლა პირველად არ დაისვა ლაპარაკისთვის მოხდე აქ მაგრამ არ არის პრობლემა ბატონო ხაზარაძე სალომე სამადაშვილს თუ არ ეთანხმები მათ პარტიაში რა გინდა არ ვიცი დამშვიდდი თაზო ხო საზოგადოება პირველად არ მოგმართავენ ამ შეკითხვით რომ უეცრად რატომ შეიცვალეთ პოზიცია რომ ჯერ სპეცოპერაციაში აი ამ ლოგიკაში მიყვებოდით და მე უეცრად რაღაცნაირად სხვა ბანაკში აღმოჩნდით ჩვენი პოზიცია მარტივად კიდევ ერთხელ შენ გასაგონად მაყურებლის გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი პოზიცია იყო მაშინ როდესაც დისკუსიაზე ლაპარაკი ამ თემაზე არ ვსაუბრობდით რომ ეს არ არის ახლა დისკუსიის საგანი თუ როდესაც დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი მაშინ კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები და აქაც ვიტყვი შევთავაზეთ საერთო კანდიდატის დაყენება მარტო თბილისში ძალების კონცენტრირება მაგრამ ამაზე პასუხს ვიღებდით არა რაიმე ფორმის კომპრომისთან ლაპარაკის მცდელობას არამედ ტელევიზიით პირდაპირ აი ეს რაღაცა ყველანაირი ცერემონიების გარეშე თქმას რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკი არ შეიძლება და ამ ყველაფერმა მოგვიყვანა აქამდე არა მაგას არ მოგვიყვანა აქამდე აქამდე მათ შორის ამანდაც მოგვიყვანა ბევრმა უპასუხისმგებლობამ მთელ პროცესში ეს ერთი დიდი ნაწილი იყო არ შედგა ეს ერთობა არ შედგა ოღონდ ჩვენ თვლიდით რომ
სწორი იყო აქედან რაღაცის წამოღება შეგვეძლო და ქვეყანაში სადაც საბოლოოდ არ დამყარებულა ავტოკრატია, ასეთ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ ყველა ბრძოლის ველი გამოვიყენოთ. არა გვაქვს ჩვენ ფუფუნება, შეხედეთ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტიები. შეიძლება კოლეგებს ეგ არ ესმოდეთ რომ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ და აქტივიზმი ძლევთ, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ პარტიები გვაქვს. განსხვავებული პასუხისმგებლობა გვაქვს ვიდრე ამ შემთხვევაში ნიკა ალბათ მიანიშნებდა იმაზე რომ არათანმიმდევრული იყო თქვენი ლიდერების განცხადებები და შემდეგ უბრალოდ შეხედეთ პოზიცია შეიცვალეთ. ტრანსკრიპტი გავიგე მესმის თუ დავამთავრებინებ ჩემასაც გაიგე ხო? ხომ ნიშნავდა რაღაც არ მინდა რომ სულ წარსულში ვიტრიალოთ. არა არც მე არ მინდა ამ ყველაფერმა მათ შორის აი ამ არათანმიმდევრულმა განცხადებებმა რამე დასკვნები გამოგვატანინა. აზროვნების ფუნდამენტი დგას იმაზე რომ ეხა მე შენ რო გითხრა რა არის სწორი მომავალში უნდა ვთქვათ რა იყო არასწორი. კი და ამას ვამბობთ ახლა. შეხედე ერთმანეთთან კინკლაობით კი არა ნიკა რაღაცაზე გაბრაზდება ეხა და თავის დაწერილ ციტატებს წაიკითხავს. ეგ ჩემთვის ამ პრობლემა კი არ არის. რამდენიც უნდა წაიკითხოს. ამ შეცდომების გააზრების ნაწილია რატომაც არა. არა, ეგ არც არ მიგვიყვანს. მიგვიყვანს სწორი ანალიზი პროცესების. სწორმა ანალიზმა რა მოიტანა? შეხედე, როგორც ერთის მხრივ არჩევნებში ბოიკოტის გამო არჩევნების პროცესი დაზიანდა და ამას შედეგი ვერ მოიტანა, ის შედეგი რაც უნდა მოიტანა, ვერ მოიტანა და იგი ძალიან ცუდია. ისე აი ამის პარალელურად კიდე დამატებით იმისა, რომ ბოიკოტირებით არჩევნების დისკრედიტაციას ვახდენდით და რაღაც ელემენტარული შანსის, რომ რაიმე ფორმით რაღაცა ძალაუფლება წამოგვეღო, ამის დისკრედიტაციას ვახდენდით, დაიწყეს კოლეგებმა, გარკვეულმა კოლეგებმა, არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე ხელი გავიშვირო და პასუხისმგებლობები ადამიანებს ავყიდო. მე მგონი ჩვენ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, ვისი პასუხისმგებლობა არის, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ პროცესის პრომოუშენი ქონდა დაწყებული, ძალიან მცდარი მოლოდინების შექმნა. იმის შესახებ, რომ 4 ოქტომბერი არჩევნები კი არ არის, იქ რუსული სპეცოპერაცია, ოღონდ ჩვენ აქ რაღაცას დავიწყებთ და რაღაცას დავამთავრებთ. რომ ამის მტკიცება, რომ ეს არის რეალობა, სურვილი რო იყოს, სურვილზე მივყვები ყველა, სურვილი კარგი რამეა. ოღონდ როდესაც პოლიტიკური პარტიები, მთელი პოლიტიკური ლიდერები, პასუხისმგებლობის მქონე პირები ამბობენ, რომ აი ეს რაღაცა პროცესი ეხლა დაიწყება და დამთავრდება და სინამდვილეში იცის ზუსტად, რომ იმ დღეს არავით არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაცა დაიწყოს და დაამთავროს, არა აქ და არ მინდა მე მინდა რომ ჯეროდეს მე მინდა რომ ჯეროდეს მე ითქვა რომ იყო ღალატი სურვილი და მოლოდინი ერთი რამეა, მეორე რამეა რეალობის დანახვა. ჩვენი საზოგადოებას ერთადერთ რამეს ვერ დავარქავთ. შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში ვიღაცებს რეალობის აღქმის პრობლემა ქონდეთ, ოღონდ ამ საზოგადოებას რეალობის აღქმის პრობლემა არ აქვს. ამ საზოგადოებას რეალობის აღქმის პრობლემა რო ქონდეს, ეს ქვეყანა აი იმ პოლიტიკურ კრიზისში 314 დღე ფაქტობრივად ერთი წელი არ იქნებოდა. ამიტომ შეხედე ყველაფერს უნდა და ყველამ უნდა ავიღოთ რეალობის აღქმის პრობლემა თუ არ აქვს და თქვენთვის სასურველი რეალობა როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო შედეგები, რატომ დადგა მაშინ ასეთი შედეგები არჩევნებზე თუ თქვენ ფიქრობთ რომ ბოიკოტმა იმუშავა თქო გითხარ. ამათ ბოიკოტმა იმუშავა. ერთი მხრივ ამბობთ რომ ვინმე იყოს აქ მოგებული საზოგადოება რეალობას აღიქვამს და მეორე შედეგები სხვა საჩვენებს. თქვენთვის არასასიკეთო საჩვენებს. გურამ გავიგე რასაც მეკითხები, პასუხობ შეხედე. ერთის მხრივ არჩევნებში დადგა ძალიან ცუდი შედეგი, ადამიანები არჩევნებზე არ მოვიდნენ. ქართულმა ოცნებამ მოახდინა თავისი აქტივის მობილიზება და თბილისის მოსახლეობის რეგისტრირებული აღმორჩეულის 20%, 71% დაიწერა კალაძემ. ეგ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მეორეს მხრივ ის არ შემდგარი მშვიდობენ დამხობა თუ არ ვიცი რა ქვია 4 ოქტომბერს. ამან გამოიწვა არ ვიცი შეგერ ხელს ნიკა, რავი, ძალიან ღელავდა, შეგენ არ ვიშველე ესეთი მანერა მაქვს, რომ რაღაც ხელს წინ წევ ხოლმე დამშვიდი მართლა შენ ვერ ხედავს თან კამერა რომ შენ კერ ვიშველ ხელს მშვიდად იყავ. შეხედე მნიშვნელოვანი რა არის რომ ერთის მართლა დედას ფიცოა რა არის მასკნა არა ყო მაგამბავს არა ყო მაგამბავს. შეხედე ერთის მხრივ არჩევნებში პრობლემა არჩევნები არ იყო არა ვერ მოვახდინეთ მობილიზება ადამიანების და ამან ძალიან ცუდად იმოქმედა კიდევ ერთხელ ამ რეგისტრირებული 20% ამორჩეული 70 დაიწერა და ეს არის პასუხისმგებლობა მათ შორის ჩვენი კოლეგების რომელიც ამ პროცესში არ შევიდნენ, იმიტომ რომ არასწორი მგონია საერთოდ პოლიტიკური პარტიები როდესაც ამ კონტრასტს თვალი გაუწო. მეორე დავათავრებ გეხვეწებ ახლა სად ხო მივდივარ მაგრამ ხო შეიძლება რომ თქვა ორი სიტყვა დავათავრებ მომავალს. მეორე არის 4 ოქტომბერი რომელმაც აგრეთვე გამოიწვია დიდი ფრუსტრაცია ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ როდესაც მოლოდინებს ქმნი, განსაკუთრებით ისედაც ფრუსტრირებულ საზოგადოებას რომელიც ავტოკრატიაში აბიჯებს უქმნი სცნარ მოლოდინებს, ეს დამატებით ფრუსტრაციას იწვევს. როგორც თქვენი მხრიდან ისე მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეების მხრიდან. ყველა მხრიდან ეგ რეპლიკა ხო არა ზედმეტია, იმიტომ რომ ის არ მე გთხოვთ მომავალზე კონცენტრირებას და ამიტომ. ხო გადავდივარ თქვა აი მომავალთან დღევანდელ დღემდე მომენტ. შეცდომები ორივე მხარეს. ხო თქვი არასწორი მოლოდინები ორივე მხარეს. ხო თქვი რა იყო შეცდომები. ახლა სად მივიდეთ? ხო თქვი რა იყო შეცდომები. ეხლა უნდა წავიდეთ იქ რომ აი ამ ყველაფერზე დაყნობით. ამ ყველაფრის ანალიზით წავიდეთ წინ, ოღონდ წავიდეთ რაციონალურად. ვიაროთ ერთის მხრივ ყველა ფორმის წინააღმდეგობაში, ოღონდ გქონდეს გარკვეული კოორდინაცია, იმიტომ კი არა რომ ჩვენ
ჩვენ რაღაცა ჩვენ მეგობრები ვართ სხვათა შორის. ოღონდ იმიტომ კი არა ჩვენ პარტიები ყველაფერში ერთმანეთს გავს და რაღაცა ერთობაა საჭირო. არა, სტრატეგიაა ერთიანი საჭირო იმისთვის რომ ავტოკრატია დაამარცხოთ. მე მართლა გეუბნები სულთა ადამიანურად ხალხი სამი თვეა რა ვიცი 1000 უბედურებას გვაძახებს და ნაწილი ახლა ბიჭებზე არ მომფარენ ნაწილი მაგრამ მიუხედავად ამისა თაზო მოისმინეთ რუსთაველის გამზირიდან გითხრეს რომ უნდა დაბრუნდეთ მაგას ვიძახი მაგას არც დაწესვლა შეხედე მე პროტესტის კომაგი და ამ ხალხმა განსაკუთრებით კარგად იცის წინ რომ მიზის ამ პერიოდს ასახავდა და რაღაცნაირად დასკობი მგონი ყველამ გამოვიდა ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის მიწით მიზის რომ ამ პროტესტის კომაგი არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ ყოფილა რომ ამ პროტესტის კომაგი არ ყოფილიყავ ის რო იქ მე ვიღაცას დღეს ესე ფიზიკურად არ მივდივარ ეგეც იციან ჩემმა მეგობრებმა რატო არ მივდიან არ მინდა რომ ვინმე რაღაცით გავაღიზიანო ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს აუცილებლად შეიკავოს თავი არა ირონიულად არ ვლაპარაკობ ისა რა ქვია ირაკლი არ ვლაპარაკობ პავლე თავშეკავების არა ღმერთმა დამიფაროს რომ აქტივიზმზე რაღაცა ირონიულად ვილაპარაკო არა შეხედე აქტივისტები თავის საქმეს ამ ქვეყანაში აკეთებენ პირნად ვინმე თუ აკეთებს თავის საქმეს ძალიან მაგრამ ეს არიან საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების აქტივისტები რომელიც 314 დღე ფაქტობრივად ერთი წელია პროტესტის კერას ინახავენ იმ იმედით რომ აქ ისევ გაღვივდება ის პროტესტი რომელიც სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას ოღონდ ჩვენ არ ვაკეთებთ ამ საქმეს ბოლომდე და ის რომ პოლიტიკურ პარტიებს ძლია ნაწილს თქვენ პარტიებსაც გულისხმობ მათ შორის დიდი პატივისცემი ძლია იმ ამბავმა რომ აქტივიზმში უფრო წავიდა და პოლიტიკურ პროცესს მთლიანად ხელი კრა ეგ არ არის თქო სწორი აქ უნდა დავბრუნდეთ ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც შენ ამბობ ჩვენ გავაქტიურდეთ კიდევ უფრო მეტად პროტესტში და მნიშვნელოვანია ეს მშვიდობიანი პროტესტი ეგ მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ახალი არჩევნები ერთადერთი გზაა ხელისუფლების ცვლილების მოდი რა არ მინდა პირობებით რომელიც უნდა შესრულდეს გაუმჯობესდეს გარემო და ასე შემდეგ მოდი დავანებოთ თავი ფატალიზმს არ მithქვია ეგ და ნუ დაამატებ მაგას იმიტომ რომ მე მაგ პოზიციაზე არა ვარ ფატალიზმს პირობებით შესვლამ და ბელარუსელი დამკვირვებლების და აფრიკის დამკვირვებლების ყოფნა რა შედეგი მოგიტანათ ნახეთ სულ ადგილში მიგვიყვანა მაგ ფატალიზმმა თქო არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი აპრიორი არ არის სწორი ეგ პროცესი არ ადგება აი მე მაგალითად თაზო არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებდი მაგრამ ჟურნალისტური ექსპერიმენტის მიზნით წავედი ჩემს არჩევნებაზე და ჟონავდა ისევ ჟონავდა და აი კითხვა გამიჩნდა თქვენ არჩევნებში რომ მონაწილეობდით თუნდაც ამის გამოსწორება რატომ არ მოითხოვოთ იქ საკანონმდებლო ინიციატივების ცვლილება საერთოდ ზედმეტია შეხედე სხვა რამეს გეუბნები და ხო შეიძლება რომ ფატალიზმი არ არის სწორი პირდაპირ თქმა ეხა რომ ახალი არჩევნები რაღაცა პირობები და აი ესეთი თუ არ იქნება კიდევ ვიტყვი რომ ამაში მონაწილეობა არ შეიძლება ეგ უპასუხისმგებლობაა პოლიტიკურ პარტიებისგან შეიძლება ეგ პოზიცია კონდეს პარტიებისგან უპასუხისმგებლობა და მაგისტრის უნდა ვიაროთ შეხედე პოლიტიკური პროცესი უნდა გქონდეს ანუ ერთმანეთში უნდა ვლაპარაკობდეთ მათ შორის საჯაროდ მათ საზოგადოების დაკვეთას ამით შევასრულებ და მე მგონი ეგ აჩვენა რუსთაველმაც პროტესტი უნდა აქტიური იყოს ანუ ჩვენ აქტიურად დაბრუნდებით პროტესტში ოღონდ ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ცვლილებებისთვის პოლიტიკურ პროცესში უნდა დაბრუნდეს იმიტომ რომ დღეს ისინი პოლიტიკურ პროცესში არ არიან და ისინი საჭიროა რომ პოლიტიკურ პროცესში შეხედე პოლიტიკურ აქტივობით უნდა ვიყოთ დაკავებული ერთმანეთში ვილაპარაკოთ გეგმები დავსახოთ სტრატეგია უნდა გქონდეს ვილაპარაკოთ იმაზე რა არის ცვლილებები რაც გვჭირდება რომ არჩევნები იყოს ისეთი რომელშიც კონკურენტულად ჩავთვლით და თავისუფალი იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი რამეა გასაკეთებელი კითხოთ ირაკლის აი თქვენი ფორმულა რამდენად არის გამოსავლის გზა არა ხო მე ვსწავლობ ანუ პირველ რიგში მინდა თქვა რომ ძალიან კაფეები უნდა ვიყოთ პოლიტიკური პროცესი უბრალოდ ქართულმა ხალხმა რატო მიიღო ეს რაღაც ხრის ფარაკი არა რომ ვინმე მიერეკა არჩევნებზე ან მიერეკა ჯერ ესეთ ჩვენ რაიონებში როცა ვიარეთ და რეგიონებში როცა ვიარეთ იქ ძალიან ცალსახა პასუხი გაქვს და ჩვენმა ყველა მომხრეთ აპრიორი ისე რომ ჩვენი არგუმენტები არ თქონდათ მოსმენილი რომ ამ პროცესში შესვლა იქნებოდა მათთვის იმდენად კატეგორიული რა თქვი ჩვენ ამე არ მე მგონი მე ჩემზე მოდო რამე არ მოგვისმენია თქვენი არა შუაში არა არ ვიცი არ გამიგესარგა ამეთოს მომისმენი ჯობი ხო და ამეთოს ჩვენი ამუშავებს 90%-მა მართლა პირდაპირ ეს ვიტყავ. ნუ 10% იყო არც ერთი კაცი ვერ უნახეთ მართლა რომელსაც სურდა რომ ამ ყველაფერში ფარში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ეხლა ამ ყველაფერში რატო ვიძახი? როდესაც ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე, თუ ჩვენ ახლა პოლიტიკური სირაქლემის პოზიციაში დავდგებით და ვიტყვით რომ აი ისევ არის პარტიული კონკურენცია, რომ ისევ არის რაღაც დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში, მაშინ მართლა ეს უნდა ივანიშოს სწორად რომ ლეგიტიმაციის რაღაც მცირე რაღაც ხაოს რატო ეჭიდება ხოლმე ეს ადამიანი, იმიტომ რომ სურს იმის შექმნა რომ თითქოს და რაღაცა ხდება ამ ქვეყანაში, აი როგორც გამოდიან ხოლმე ოცნების პროგნოზები და რაღაც აი ოპოზიციურ ტელევიზიებზე და რაღაც დემოკრატიის ვითომ რაღაც ნიშანწყლებზე საუბრობენ. ეხლა ლეგიტიმაცია მოხდა ლეგიტიმაცია. ეხლა ლეგიტიმაცია
მოხდა. მაგას რო იძახი, აი წინას არჩევნოთ, ეგ მესიჯი რო ქონდა. ეხა ეგ მოხდა. ეგ ხო სისულელია ირაკლი. ეგ ხო არ არსებობს ეგ ამბავი. არა ხო და ეგ ხო არ მოხდა. სინამდვილეში ხო უარესი მივიღეთ. სინამდვილეში ხო ახალი ფაზა მივიღეთ ავტოკრატიის. სინამდვილეში ხო ტოტალური რეპრესიები მივიღეთ. სინამდვილეში ეხა რასაც უყურებთ ტელევიზიაში შოუს რო უყურებთ ყოველ საღამოს 9 საათზე 5:30-ზე გამოვა ის კაცი და ილაპარაკებს 8 კაცი რო დაიჭირა დამატებით. სინამდვილეში ხო ეგ მივიღეთ. ქართულმა უცნება ხო ჩათვალა რომ რაღაცა უფლება აქვს, რომ ეხა შემდეგ ფაზაში გადავიდეს და თავზე გადავიდეს. თაზო თქვენი მთავარი პრობლემა რაშია? იცი მიუხედავად ამაზე გავწევთ. თაზო თქვენი მთავარი პრობლემა რაშია? იცი? მიუხედავად იმისა რომ თაზო მიუხედავად იმისა რომ მონაწილეობა მიიღეთ. არ გამოვიდა იქიდან რასაც ვამბობდით. თაზო ეგ არ გამოვიდა. ისე ვიგივეს რატო იმეორე? არა თაზო მიუხედავად იმისა თაზო ლეგიტიმაციაზე რა როგორ იყო საუბარი? სისულელე იყო ეგ ამბავი. არა ეხმარებოდით აი ამ როგორ გამოვიდოდა? მოსახლეობაც უარი გითხრათ. თქვენ გინდოდათ რომ მისულიყო მოსახლეობა, მაგრამ არ მივიდა იქ მოსახლეობის არჩევნები არ შედგა. მაგითი მოგებული და მოსახლეობის სურვილი. ანუ რამე მოიგე? ქართულმა ხალხმა დაგანახა. არავინ არაფერი არ დამანახა. შენ რამე მოიგე? ის რომ არჩევნები არ შედგა. ის რომ ფრუსტრაცია გაიზარდა. ის რომ ავტოკრატია გავხარდა. შენ პირადად რამე მოიგე? შენ პირადად რამე ლეგიტიმაცია ვერ მივიღეთ ხო? მართლა ხო არანორმალურები ხო არა ვართ? რაღაცა რაც არ მოხდა. ლეგიტიმაცია არ დადგა. იმაზე კიდე როგორი მეორებ როგორი? წყევლა ეგეთი. ჩემო ძირფასო ირაკლი. წყევლა თებრალო შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს. ქართული ოცნება ლეგიტიმურია შენს თვალში. ლეგიტიმური გახდა. 5 ოქტომბერს შენს თვალში. ეგ ნიშნის მოგებით ლაპარაკი გონია რომ ვინმეს მოწონს ეხლა ვინც გიყურებს. ვინმეს გონია რომ შენ ამომრჩევს ეხლა. აი ეგ ნიშნის მოგებით ლაპარაკი შეიძლება. მართლა მაგას როგორ აკეთებ? რადგან ლეგიტიმაციაზე გადავერთეთ. აი ამას რომ ნიშნის მოგებით რაღაცეებს ისური ფრაზებს, ეგ შენ გონია რომ ვინმეს ვინც გვიყურებს ეხლა მოსწონს. გონია რომ ვინმე არის ვისაც აი ეხლა ეგ ფრაზები მოსწონს. ვის კაი რა. ირაკლი მოძებნის სხვადასხვა ლეგიტიმაციაზე როცა საუბრობთ, აი უბრალოდ ირაკლი მოძებნე და აუცილებლად კარგი. აი თქვენ წაიკითხეთ და ხალხი ხა ეგ ეს აი ეგ მოხდოს მოწონს მეთქი ან ვის აი ხალხია ვიცი საფედაფეთერ საუბრობ რა მოწონს აი შენ ვაკ მოხდა ნიშნის მოგებით ლაპარაკი ლაიქებს ნუ დავითვეთ ერთადერთი ვიკა აი ერთადერთი რა ოლიგარქების ინტერესებს ემსახურებთ ამ შემთხვევაში და აქტივიზმზე იმიტომ საუბრობთ ესე რომ სინამდვილეში მართლა იმიტომ რომ ჩინოვნიკების და ოლიგარქების დრო აღარ არის ამ ქვეყანაში და მე მეგონა რომ სხვანაირად მართლა უცბად გეუბნები და ეხა არის მებრძოლების დრო და აქტივისტები და არის ხალხი რომელიც ეკიდება იმ ხალხს ვინც არის დემოკრატი ეგ არის ძინძინარ ლაპარაკო სიცხვილია ეგ სადღეგრძელოა სამართლოა აღარ გააგრძელება იმიტომ რომ ამ პროცესში არ გიდგას ეგ ჟამი აი ეხა ეს რა წაიგდა ეგ ჟამი სადღეგრძელოა ამბობ აღარ გიდგას 4-მდე ხო იძახე სადღეგრძელოა ხომ მიგიყვანა სადღაც მაგ სადღეგრძელოა ხომ მიგიყვანა მაგ ჯოჯოხეთში ამ სადღეგრძელოა არა მოჩდა ძალიან ხომ მიგიყვანა ჯოჯოხეთში მაგ სადღეგრძელოა არაფერი არის ვიკა ვიკა სადღეგრძელოა რა არის რაღაცა გზნება ფრაზები მაგურებას ოლიგარქები ვერ იქნება რევოლუციონერები და რევოლუციური მოძრაობის ლიდერები ოლიგარქები ვერ იქნება ეგ არის სადღეგრძელო ეგ არის ფაქტი და რეალობა და თქვენ არ გინდათ შეეგუოთ იმას რომ არის დიქტატურა ამ ქვეყანაში არის ძახით რომ პოლიტიკური დემოკრატიული პროცესი აი და ჩვენ და იქ დავამარცხებ და იქ მას ვიკა უთმობს სიკვას ნიკას და მოუსმინოთ ვიკა რეპლიკა დრო იწურება და მოდი მოვემზადოთ რეპლიკებისთვის მე რაღაცნაირად არ ვიცი რატომ განვეწყე იმისთვის რომ დღეს ჩვენ მომავალზე უფრო ორიენტირებული ყოფილიყავით და ძალიან ცოტა დრო რჩება მომავლისთვის ცოტა დრო რჩება რაც ძალიან სამწუხაროა და მოდით ძალიან ცოტა კი და შევაჯამებ საქმეს და შევაჯამოთ ყველამ საქმეს თავიდან ბოლომდე პირველი არ მგონია რომ მაყურებელს მოსწონებოდა პირველი და მნიშვნელოვანი ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს დიალოგი სადაც არის მოდა კი პირველი და მნიშვნელოვანი ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს არის ერთი სინამდვილეში დღეს რა ვითარებაშიც ვართ
ყველამ რაც უნდა იცოდეს, არ აქვს მნიშვნელობა მივიდა არჩევნებზე, მისცა ხმა, არ მისცა ხმა, დარჩა და ესეთი უმრავლესობა იყო, რომელიც დარჩა და ბოიკოტი წინამძღოლში უარი უთხრა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი უარის ქართული ოცნებისთვის ეს იყო, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო აქტივობის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც კი არჩევნები ჩატარებულა. ეს ერთი, ეს განაცხადი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველასთვის. როგორც თავს დავასრულებ ვაჯამებ და იმიტომ ყველასთვის. მეორე და მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძირეული და ფუნდამენტური კომპონენტი, რაზეც ვნახულობდით, რაზეც ხედავდით, რაც ტკიოდა რეჟიმს და რაც ტკივა, რაც არ უნდა რომ გავაკეთოთ, ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ აქედან გამომდინარე. ახლა ვართ იმ ფაზაში, ახლა ვართ იმ ეტაპზე, იმ ვითარებაში, რომ რეჟიმისთვის ყველაზე მტკივნეული არის რუსთაველის გამზირი მოკვდეს. ეს ჩავარდეს და უბრალოდ აღარ აღმოცენდეს როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა და არ გააგრძელოს, არ გქონდეს სიცოცხლის უნარიანობა. დღეს მნიშვნელოვანია ეს შევინარჩუნოთ და ეს გავაგრძელოთ. ამაზე უნდა მიდიოდეს საუბარი და რუსთაველის გამზირის გაფართოებაზე. როგორც შეიძლება გამზირიდან გზავილი იყო ჩვენს გადაცემაში მაყურებელმა მოვისმე და ყველას ერთიანობას გთხოვ. მაგას რომ პასუხს ეს არის მათი თქმით მოვისმე და მესამე თქო მაგას ვიკამ თავი გააქმნია როგორც ჩანს ვიკამ რესურსი დაბრუნების. გურა მაგას ჩვენ პასუხს მოვისმინე მე ადამიანების წუხილები და ვცდილობ რომ ყოველდღე იქ ვიყო და რაღაც მათგანაც მოვისმინო. ერთიანობა კარგია, მნიშვნელოვანი და სწორია. ოღონდ ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს, გამორიცხულია რომელიმე ერთიანობა, ერთობა ან კოორდინაცია რაც გიანთის დაარქვით, იყოს შედეგის მომტანი, იყოს მიზანზე ორიენტირებული თუ ფუნდამენტურ საკითხებზე არ იქნება შეთანხმება. ეს ფუნდამენტური საკითხები სინამდვილეში როდესაც პოლიტიკურ პროცესზე ვსაუბრობთ, დღეს თუ სადმე მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და ამას ადასტურებდა ეს ორი პარტია, სწორედ ამას ვამბობდი, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ გადაწყვეტდნენ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას, ბრიფინგზე იყო, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, ამის გაფართოებაზე, ანუ ალტერნატივაზე, მომავალზე, ერთი წამი ალტერნატივაზე, მომავალზე საუბარში და საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ქონა საერთაშორისო მიმართულებით ერთიანი საკოორდინაციო რაღაც გუნდივით, მოდი ესე დავარქვათ, რამაც ჩვენ წარმატება მოგვიტანა არაღიარების ნაწილში. ეხლა მივდივარ მეოთხე რაც მოგვიტანს. კი გურამ ესა დავასრულო. სამი კომპონენტი რაც იყო, ეს იყო არაღიარება და აგვაქვს წარმატება, მიუხედავად იმისა, მიიღეს მონაწილეობა, არ მიიღეს. ამ დასავლეთმა ესეც კი არ ცნო, იმიტომ რომ არ მივიდნენ ადამიანები არჩევნებზე, ყველას დაბალი იყო. მეორე და მნიშვნელოვანი ეს არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა ყველა ეტაპზე, ყველა მომენტში, რაც უკვე გამოიხატა და ამაშიც გვაქვს წარმატება და მესამე, როცა ვსაუბრობთ როცა ვსაუბრობთ პროტესტის გაფართოებაზე, აქ მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს ერთი რამ. მანამ სანამ სინამდვილეში რაც იყო, სიტყვისთვის ფასის გატეხვა, სიტყვისთვის ფასის დაკარგვა, სიტყვის გატეხვა, საკუთარი სიტყვიდან გადახვევა, ჩვენ შესაძლებელია ამ ყველაფერს სამომავლოდ შევთანხმდეთ, ოღონდ ამ ყველაფერს ჭირდება სწორი გააზრება და მე სწორ გააზრებას ვხედავ შემდეგში. სწორი მოლოდინების მართვაში ერთის მხრივ, რაც იყო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი პარტიის და ჩემი კოალიციის თვლი რომ სწორი პოზიცია, ოღონდ არ ვსაუბრობ ნიშნის მოგებით, იმიტომ რომ აქ არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება და ეს მინდა რომ საზოგადოებისთვის იყოს ნათელი და ცხადი და მეორე არა მოგება იყოს სინამდვილე და მეორე და არავის მიერ არ აღიარებული, მხოლოდ კიდევ ერთხელ ვთქვი, ჯაბაროვის და სახაროვას მიერ აღიარებულ საკრებულოში არ უნდა. ვიკა აუცილებლად გკითხოთ, ანუ რითიც დავიწყოთ გადაცემა და გზავნილი რუსთაველიდან რაც იყო გაერთიანების სურვილი ხალხში და თქვენ როგორც ჩანს ვერ ხედავთ რუსთაველზე თქვენს ადგილს. რუსთაველზე არა, რუსთაველში არ არის პრობლემა. რუსთაველზე ამ ადამიანებმაც ვერ ნახეს თავის თავი და იმიტომ დატოვეს ის ხალხი იქ, რომელიც ეხაც მარტო დგას, მე მგონი და ყველაზე კრიტიკულ მომენტში ის ხალხი მარტო იდგა იქ, ხო? ანუ ამ ადამიანებმაც ვერ დაინახეს იქ თავის თავი. მე გეტყვით რა ანალიზს გავაკეთე უბრალოდ ამ ყველაფრის, რითიც შეიძლება რომ შევაჯამოთ, ხო? აი აქ წავიდა დისკუსია რაღაცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნთან დაკავშირებით რაღაც საუბრები მიდიოდა. არავითარი საუბრები არ მიდიოდა. ნიკა გვარამია საკუთარ კოალიციაში შემოვალი პარტიებისთვისაც კი არ უკითხავს, ისე გამოვიდა, ისე გააკეთა განცხადება, რომ ვინც ამ ადგილობრივ თვითმმართველობას გავაო, ყველა იქნება მოღალატეო. ნაცმოძრაობა ძალიანაც უნდოდა გასვლა, უბრალოდ არ გაუშვა. ნიკა გვარამიას პარტიამ ნაცმოძრაობა, იმიტომ რომ ხო, თვითონ არ გადიოდა და არ გაუშვა. შესაბამისად, მთელი ამ 3 თვის განმავლობაში აი რატომაც ვახსენე, რომ უბრალოდ კრიტიკული აზროვნების, კრიტიკული კითხვის დასმის საშუალება ჩახსნეს. ნებისმიერი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა და უბრალოდ კითხვა დასვა, რომ აი 4-ში რატო კიდევთ ამ თარიღს ადამიანებმა გადაუარეს და აი ხა ეს გადაუვა, ხო? ეხა ტროლბოტები ეხლა რა, რაც ვამბობ, მთელი ამდენი 3 თვის განმავლობაში თავისუფალ აზრს ახშობდნენ, აი ხა ვითომ ვიღაცები შემომიوارდნენ, როგორც მე მომავალზე კითხეთ და თქვენ ისე წარსულში წახვედით, რომელზეც რაც თავარია მთელი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ და ძალიან ვრცლად მიმოიხილა თაზომ ეს პერიპეტიები. ივანიშვილი აქამდე არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილ ხალხს არ უშვებდა დაშინების და შანტაჟის
საფუძველზე ეხლა არ გაუშვა აი ამ ადამიანების დახმარებით. მაგრამ მომავალში რა უნდა მოხდეს? ნახეთ, ადამიანები უნდა დაბრუნდნენ რეალურ პოლიტიკაში და არა ტყუილებში. ადამიანებმა უნდა დაიწყონ პოლიტიკის კეთება და განსხვავებული აზრის ადამიანებს. ქმედებებში როგორ გამოიხატა? ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე უნდა ისაუბრო. გურო, სამი თვე დავდიოდი ეთერებში და ადამიანებს ვარწმუნებდი არჩევნებზე რატომ უნდა წასულიყო. ადამიანების პოლიტიკაში დაბრუნებაში იგულისხმება, მათ შორის მაგალითად თქვენი გუნდის პარლამენტში შესვლა. ნახე, ადამიანებს ამ ქვეყანაში აქვს სოციალური პრობლემები. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. ბოლოს ძალიან მოკლედ. ამ პრობლემებზე სამუშაოთ თქვენი გუნდი შევა პარლამენტში. ნახე, ამასთან დაკავშირებით გურამ ჩვენი პოზიცია არ შესულა, მაგრამ ხა რაღაც ერთობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ჩვენი მხრიდან ერთობის სივრცეს ვეღარ ხედავთ. ვერ ხედავ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს საკუთარი გუნდის მადლობა. ცოტა პოზიტიურ ნოტაზე მიდოდა დასრულება. აძახებული ხალხი დატოვეს აქციაზე და რაღაცა გავიგეთ ვიკაც ბევრჯერ გაიმეორეთ ეს ფრაზა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ერთიანობაში ვერ ხედავთ თქვენს ადგილს. გახარიას გუნდი ამბობს ჩვენ მანამდე კი ბატონო, მანამდე მოვისმინეთ მათ შორის თქვენი ლიდერისგან რომ განიხილავთ პარლამენტში შესვლას. მოკლედ დავაკვირდებით როგორ განვითარდება პროცესები. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. ახლა მწერდნენ მესიჯები მომდის, აი როგორც ირაკლი თქვა მოწონების რომ ასეთი დისკუსია სჭირდება ეთერს. მე ვისურვებდი რომ პრომეტი დრო გქონოდა და სამწუხარო და ხელა მოიღე ირაკლი. მოდა ორი სიტყვა თქვა. ძალიან მოკლე რეპლიკები, მოკლე რეპლიკები. ამ დისკუსიას პასუხობ ძალიან ირაკლი ძალიან დრო ამოგვეწურა. ამ დისკუსიას გვაჩვენა გარკვეული პოლიტიკური უმწიფრობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხო. ირაკლი, გენეცოვას ჩემი თავი. დავამთავროთ რაღაცა რამოდენიმე აღარ გვაქვს დრო. რომელიც საზოგადოებას ჭირდება იმისთვის, რომ დაინახოს, რომ რაღაცა ალტერნატივა არსებობს დიალოგისთვის დრო არ რჩება. მოკლე რეპლიკა. მარტივი ამბავი არის. ამ საზოგადოებას ჭირდება ეხლა ძალიან წყობრი, რაციონალური პოზიციონირება პარტიების მხრიდან. ერთის მხრივ პროტესტის გაძლიერება და მხარდაჭერა და ჩვენ რასაც გაწავსულვათ, ისევ ქობაგებივართ ამ პროტესტის. ის ჭირდება, რომ დანარჩენი პოლიტიკურ პარტიებმა მოიკრიბონ საკუთარ თავში ძალა და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს და შეწყვიტონ სადღეგრძელოებით და ასეთი მგრძნებარე რეპლიკებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა პოლიტიკურ პროცესში. ეს არის საერთო საქმე. აქ ერთობის საქმე კი არა, საერთო საქმეა. ყველამ ჩვენი წვლილი თუ არ გამოვა პროცესში ნდობა უნდა აღვადგინოთ და მივიდეთ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ესე უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში. სხვა გზა არ აგვაქვს, ამიტომ შევწყვიტოთ ერთმანეთის ლანძღვა და სადღეგრძელოები. ირაკლი, მოკლე რეპლიკა და დაგემშვიდობოთ უნდა. მოკლე რეპლიკი თვითყვი რომ ქვეყანაში ძალიან კარგად ის ხალხმა რომ ივანიშვილის ხელიდან საქართველოს არის დიქტატურა დამყარდა და დემოკრატია არის მკვდარი. ამიტომ ერთ-ერთი რაც უნდა მოხდეს არის ამ რეჟიმის დემონტაჟი და არა საუბარი იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი ან რაღაც არჩევნებში ჩაგვიტარებს თავისუფალს ან აიმე სხვა რამეს იზამს, იმიტომ რომ ეს იგივეა პუტინისგან რო ელოდოს სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებას მათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტების გადავეჩვიეთ ასეთ ფორმატებს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ახლა მომეცით ამის საშუალება რომ რაღაცნაირად ჩვენი უნარჩვენები გაგვეხსენებინა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ გულა ყველაფერი იმიტაცია ხოლმე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხდება. ხო, რა თქმა უნდა, თუმცა რაღაც სიხშირით შესაძლებელია რომ ერთმანეთში წავიდეთ ვიდისკუსიოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კარგით, ვიკა თქვენ მიკროფონი მოიწამეს რა. როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ, უნდა გადავხედოთ სიტყვა ვინ სადროდის გავტეხეთ და კიდე ერთ რამეს ვიტყვი რა. მადლობა. საკრებულო საერთო თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელმაც ბარიერებს ვერ გადალახა 5 დღის წინ ამ ქვეყანაში საქართველოში, სადაც პატიმრების მიმართ, განსაკუთრებით უკანონმდატყვევული ადამიანების მიმართ, რომელთაც ერთი 4 შვილის დედა და ამაზეც არ შეიძლება არ უნდა ვსაუბრობდე, რადგან პოლიტიკური ლიდერია, მათ ლაჩრებს ეძახდა და თავად მისი ლიდერი რამდენიმე ასე გიორგი შარაშიძე ეძახდა. ვერ გავაგრძელებ, ეს ძალიან დიდი ბოდიში.